წმინდა ისააკ ასურის სწავლანი. ერიდან გამოსვლისა და მონაზნური ცხოვრებისთვის. ვისაც ღმერთი უყვარს, მისი სული მთლიანად ღვთისკენ მიისწრაფვის. უპირველესად დაეშურე, რათა მოიშორო შენგან ყველაფერი, რითაც კი ქვეყანასთან იყავი უწინ მიჯაჭვული და მაშინ შეძლებ მთელი გულით მიეჯაჭვო ღმერთს. რადგან ღმერთს მიჯაჭვასა და მისი მცნებების მიყოლას შეგძენს სიმდიდრისა და სახმართა სიყვარულის მოცილება. ჩვილს თავდაპირველად ჩვევად აქვს ძუძუს წოვა და უყვარს იგი, ხოლო მას შემდეგ რაც დაიწყებს პურის ჭამას, ძუძუ უცხო ხდება მისთვის და სძულდება იგი. ასევე თუ სული არ მოიძულებს, თუ უცხო არ შეიქმნება მისთვის ძველი ადამიანის ბუნება და ჩვევანი, იცოდე რომ იგი ვერ გახდება ღვთისთვის მოსაწონი. ხორციელი სათნოება და შრომა სულიერის წინამძღვარი არის, როგორც მიწა უსწრებდა წინ ადამის სულს. თუ არ მოიპოვებ ხორციელ სათნოებებს, ვერ შეძლებ სულიერ სათნოებათა შეძენას. რადგან როგორც შიშველი მარცვლისგან იშვება ჯეჯილი და ხორბლით სავსე თავთავი, ასევე ხორციელ სათნოებათაგან იშვება სულიერი. ხოლო ვისაც არ ექნება სულიერი საქმენი, იგი უცხო იქნება სულიწმინდის მადლისთვის. ვერ შეედრება ამ ქვეყნიური გასაჭირი ღვთისათვის რომ ითმენს კაცი იმ შვებას ღვთისგან რომ არის გაჭირვებულთათვის მომზადებული. როგორც ცრემლით თესვას მოსდევს სიხარულის ძნები, ასევე ღვთისათვის შრომას მოსდევს მოსვენება დაუსრულებელი. როგორც მუშას სიამოვნებს ოფლით მოპოვებული პური, ასევე გულს რომელსაც ქრისტესაგან აქვს გულისხმიერება მიცემული, ეამება სიმართლის საქმენი. დაბლად მოითმინე შეურაცხყოფა, რათა იყო გაბედული ღმერთთან ურთიერთობაში. ყოველი შეურაცხყოფა სიტყვიერი, რომელსაც მოითმენს კაცი გულისხმიერებითა და უბრალოებით, გარდა რაიმე ბოროტისა, მისი მლანძღველისგან რომ იღებს, თავზე იდგამს ეკლიან გვირგვინს. ნეტარია იგი, რადგან სხვა დროს, რომელიც მან არ იცის, შეიმკობა უხრწნელი გვირგვინით. ვინც დიდებას გაურბის გონიერებით, მას სულით შეუცვნია მომავალი საუკუნეები. ვინც ამბობს რომ მიატოვა ქვეყანა, მაგრამ რაიმე კაცობრივი სახმარის გამო იბრძვის, რათა არ მოაკლდეს ამ ქვეყნიური ნუგეში, ასეთი სრულიად ბრმა არის. რადგან მას მიუტოვებია მთელი თავისი სხეული, მისი ერთი ნაწილისთვის კი შფოჩია და იბრძვის. ვინც გაურბის ქვეყნიურ სიამეებს, მის გონებას უგემია სიტყვოება მომავალი საუკუნო ცხოვრებისა. ხოლო ვინც სახმართმოყვარეობის სენით არის შეკრული, იგი არის ვნებების ტყვეობაში. ნუ იფიქრებ, რომ მარტო ოქროსა და ვერცხლის დაგროვება არის სახმართმოყვარეობა, არამედ ყველაფერი, რასაც კი შენი გონება არის მიჯაჭვული. ნუ აქებ იმას, რომელიც სხეულით ირჯება, ხოლო მისი საცნობლები, ყური, თვალი და პირი არის მიშვებული. თუ გინდა რომ ღმერთმა მოგაგოს შენ წყალობა, ნურაფერზე გაიმართლებ თავს ღვთის წინაშე, რათა არ აღმოჩნდე ერთი ხელით შემკრები, მეორით კი გამფანტველი. გევალება რომ შემოსვლილი და დამდაბლებული გულით ითხოვდე ღვთისგან წყალობას, ხოლო როცა იმართლებ თავს, მაშინ იმაღლებ გულს და ამიტომაც აღარ მოვა შენთან ღვთიური წყალობა. ესეც იცოდე, რომ დანაშაულის პატიება სიმართლის საქმეებისგან მოდის. სწორედ ამით იხილავ ბრწყინვალების მყუდროებას შენს გონებაში. როცა დაადგები სიმართლის გზას, მაშინ იპოვი თავისუფლებას
ყოველ შენს საქმეში, რადგან ამაზე უთქვამს წმინდანს, რომ თუ მოწყალე არ შეიძენს სიმართლეს, ასეთი ბრმა არის. ეს არის ის, რომ მოწყალებას ჩადიოდეთ საკუთარი მონდომებითა და გარჯით და არა სიცრუითა და უსამართლოდ შეძენილით. იგივე მამა სხვა ადგილას ამბობს, რომ თუ ქსურს დათესო გლახაკთა შორის, საკუთარისგან დათესე, ხოლო თუ დასთეს უცხოსას, იცოდე, რომ იგი იქნება ღვარძლზე უმწარესი. გეტყვი შენ, რომ თუ მოწყალე არ იქნება მართალზე მეტი, ასეთი არ არის მოწყალე. ეს არის ის, რომ მარტო თვითონ კი არ აძლევდეს ადამიანთ მოწყალებას, არამედ თუ სხვებისგან დაატყდება მას რაიმე ბოროტება, იმასაც ითმენდეს სიხარულით და იმათაც წყალობდეს. როცა მოწყალებით ძლევს სიმართლეს, ამის შემდეგ ხდება იგი გვირგვინოსანი. იმოსება არა იმ გვირგვინით, რომელიც არის მართალთა კანონებით დადგენილი, არამედ სრული გვირგვინით, რომელიც სახარებაშია მოცემული. გლახაკთა შეწყალება და შიშველთა შემოსვა მოყვასის როგორც საკუთარი თავის შეყვარება და მისთვის არანაირი ბოროტის გაკეთება, არც მოტყუება, ყოველივე ეს ძველ ჯურშიცაა ჩაწერილი. ხოლო წმინდა სახარება ასე ბრძანებს, რომელმან გაგარტყას მარჯვენა ლოყაზე, მიუშვირე მარცხენაც და ყველას, ვინც კი გთხოვს დახმარებას, მიეცი. არა მარტო სხვისგან მიღებული წყენა უნდა მოითმინო, არამედ მოყვასისათვის სულიც უნდა დასდო. რადგან ის კი არ არის მოწყალე, რომელიც მხოლოდ სახმარის მიცემით ეხმარება ძმას, არამედ რომელიც ნახავს რა ძმისგან შემაწუხებელ საქმეს, ამის გამო გული აღევსება ტკივილით. აი ასეთია ნამდვილი მოწყალე და ისიც, რომელიც ძმისგან დაითმეს სახეზე გარტყმას და არ განრისხდება და გულსატკენის სიტყვითაც კი არ უპასუხებს, ასეც მიუღწევია ჭეშმარიტი მოწყალებისთვის. პატივი მიაგე მღვიძარების ღვაწლს, რათა ნუგეშისცე შენ სულს. განუშორებლად იკითხე წიგნი, რათა შენი გონება მუდამ იყოს ღვთის საკვირველებებით დაკავებული. სიგლახაკე შეიყვარე მოთმინებით, რათა გულის თქმებისგან შეუშფოთებლად დაიცვა თავი. მრავალი საზრუნავისგან დაიცავი თავი და იზრუნე შენი სულისთვის, რათა გადაარჩინო იგი, ხოლო შენი გონება გაფანტულობისგან იხსენი. შეიყვარე სიწმინდე, რათა არ შეგრცხვეს იმ დროს, როცა ქრისტესთან წარდგები. მოიპოვე სიწმინდე შენი საქმეებით, რათა ლოცვისას გაბრწყინდე შენი სული და სიკვდილის ხსენებით სიხარული აენთოს შენს გონებაში. მოერიდე ყოველგვარ მცირე ვნებას, რათა არ ჩავარდე დიდში, რამე თუ მცირე ვნებებისგან იშვება დიდი ვნებანი. ნუ იზარმაცებ შრომისას, რათა არ შეგრცხვეს, როცა მოყვასთა შორის იდგები. ნუ დარჩები უსაგზლოდ, რათა არ მიგატოვონ შენ მარტო, ვიდრე კიდევ გექნება გასავლელი. გონებით აკეთე შენი საქმე, რათა ფუჭად არ გექცეს გზაზე სიარული და არ გახდე ახლობელთაგან შესარცხვენი. მოიპოვე თავისუფლება შენ საქმეებში, რათა გაითავისუფლო შფოთისაგან თავი. ნუ შეიზღუდავ შენს თავისუფლებას შვების საბაბით, რათა არ გახდე მონა მამონისა. შეიყვარე სამოსელი ღარიბული და უნდო, რათა შეძლო მოიძულო ამაყი გულის თქმები. ვისაც უყვარს დიდებული სამოსელი და შემკული, იგი ვერ შეიძენს მდაბალ გულის თქმას, რადგან კაცის გული მის გარეგან სახეს არის მიმსგავსებული. როგორიც იქნება გარეგანი მისი სახე, დაბალი თუ ამაყი, გულიც ისეთივე იქნება. რადგან რომელია, ვისაც უყვარს ბევრი ლაპარაკი
და შეუძლია გულის სიწმინდის მიღწევა. ანდა ვინაა, რომელიც ეძებს ადამიანურ დიდებას და შეძლებს სიმდაბლის გულისთქმათა შეძენას. ან თუ ვინმეს სხეული შებილწულია, განა ასეთი შეძლებს გულის სიწმინდისა და მდაბალი გონების მოპოვებას. როცა გონება დაემორჩილება საცნობლებს, ისინი სადაც უნდა იქ მიიყვანენ მას. მაშინ გონება კაცისა საცნობლებთან ერთად იწყებს მხედთა საზრდელის ჭამას. მაგრამ როცა გონება დაიმორჩილებს საცნობლებს, მას შემდეგ საცნობლები გონებასთან ერთად იწყებენ ანგელოზთა საზრდელის მიღებას. სიმდაბლეს მოსდევს მარხვა და მოკრძალება, ხოლო ცუდმედიდობა არის მონა სიძვისა და ამპარტავნების საქმე. სიმდაბლე თავისი მუდმივი მოკრძალებით ხდება საღვთო საქმეების ხედვის ღირსი და სულს ამკობს წმინდა სულით, ხოლო ცუდმედიდობა თავისი მუდმივი მოუსვენრობითა და დაუოკებელი გულისთქმებით იხვეჭს არაწმინდა საფასეებს, რითაც შეაგინებს თავის გულს, რის შემდეგაც შებილწული თვალით უყურებს იგი თავის საქმეებს და გონებასაც არაწმინდა ოცნებებით ავსებს. სიმდაბლე კი თავისი ხედვით სრულიად დაწყნარებულად შემოდის ადამიანში და მის შემძენს ღვთის დიდებისადმი განაწყობს. ნუ მიადრე ერთმანეთს, რომლებიც ახდენენ სასწაულებსა და ნიშნებს ქვეყნიურ ცხოვრებაში, იმათ, რომლებიც იმყოფებიან გონიერ დაყუდებაში. არამედ შეიყვარე უმოქმედობა დაყუდებისა, ვიდრე მთელი ქვეყნის მშიერთა დაპურება, ან მრავალი წარმართის მოქცევა მართალ რწმენაზე. რადგან უმჯობესია შენთვის, რათა გაათავისუფლო შენი თავი ცოდვის ბორკილებისგან, ვიდრე მონობისგან იხსნა მრავალი დამონებული. უმჯობესია შენთვის, რათა მოიპოვო სულის მშვიდობა, შენში დამკვიდრებული სამი არსების, სულის, ხორცისა და გონების ერთობა, ვიდრე შენი სწავლებით დაამშვიდო ერთმანეთზე გადაკიდებულნი. რადგან წმინდა გრიგორი ამბობს, რომ ყველაფერს ჯობია კაცმა ღვთის წინაშე განიწმინდოს თავი. უმჯობესია შენთვის, რათა იყო გონიერი, გამოცდილი და მცირედმეტყველი, ვიდრე შენგან წყაროსავით მოედინებოდეს გონიერი სწავლანი. უმჯობესია შენთვის, რათა აღადგინო ვნებებისაგან მომკვდარი შენი სული, ვიდრე სამარედან აღადგინო მრავალი მიცვალებული. რადგან ბევრმა მართლაც გამოაჩინა საოცარი ძალები, აღადგინეს მკვდრები და დიდად გაისარჯნენ დაბრკოლებულთა გადარჩენისთვის, მოახდინეს დიდი საკვირველებანი და ღვთისაკენ ბევრს გაუძღვნენ წინ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაარჩინეს სხვები, თვითონაც ჩაცვივდნენ ბოროტ ვნებებსა და არაწმინდა საქმეებში, რითაც შეაგინეს თავი და დაბრკოლებად იქცნენ ბევრისთვის სამი სახის ბოროტით. რადგან იყვნენ სულიერ უძლურებაში და არ იზრუნეს საკუთარი სიმრთელისთვის, არამედ თავი გაიმეტეს ამა ქვეყნისთვის, რათა სხვები გაეხადათ სულიერნი და დაჰკარგეს რა ღვთის იმედი, თავი დაიღუპეს, რადგან მათი საცნობლების უძლურების გამო არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ იმ ცეცხლისთვის, რისგანაც ძლიერდება ბოროტი ვნებანი. უმჯობესი იყო მათთვის დაეცვათ თავი, მორიდებოდნენ ქალის დანახვას, ქვეყნიურ მოსვენებას, ცხოვრებისეული სახმარის შეძენასა და სხვების წინამძღოლობასაც კი. უმჯობესია შენთვის, რათა არაფერი იცოდე იმაზე, რომ გელის პასუხისგება ყველაფრისთვის და ადამიანებმა გიწოდონ უსამართლო, ვიდრე იყო ურცხვი და უტეხი და ადამიანები გთვლიდნენ ბრძენად შენი შეუდრეკელობისთვის. დაიგლახაკე თავი სიმდაბლისთვის და ნუ გამდიდრდები ამპარტავნებისთვის.
ამხილე შენი სათნოებების ძალით ისინი, რომლებიც გედავებიან შენ სარწმუნოებისთვის და ნუ ამხილებ მათ შენი სიტყვის ხელოვნებით. ურწმუნო ადამიანების შეუპოვრობა დაადუმე შენი სიმშვიდითა და დაწყნარებული ბაგეებით. სიძვის მოყვარენი ამხილე შენი წმინდა ცხოვრებით, ხოლო უსირცხვილოთა თვალნი ამხილე შენი თვალების მოკრძალებულობით. სადაც გინდა იყო უცხოდი გულე შენი თავი, რათა შეძლო მორიდება კადნიერებისგან, რომელიც ყველა ბოროტივნების დედა არის. მუდამ უგუნურად მიიჩნიე შენი თავი, რათა თავიდან აირიდო ცილობა და ამპარტავნება, რომელიც მაშინ აჩენს თავს, როცა კაცს სურს გაიტანოს ნება თვისი. ეცადე რომ პირი შენი მუდამ აკურთხევდეს და არასოდეს დაიწყევლოს, რადგან წყევლა ისევ წყევლას აშობს, კურთხევა კი კურთხევას. ყოველ შენ საქმეში გაიხსენე, რომ გჭირდება სწავლა და იქნები ბრძენი ცხოვრებაში. ნურავის ეტყვი ისეთ სწავლებას, რომლისთვისაც არ მიგიღწევია ცხოვრებაში, რათა არ შეგრცხვეს საკუთარი თავისა და შენმა საქმეებმა არ გამოაჩინოს შენი სიცრუე. თუ ვინმე ეუბნები ისეთ რამეს, რაც საჭიროა საქმისთვის, თავმდაბლობით უთხარი და ნუ ეტყვი უფლებითა და სიამაყით. პირველად საკუთარი თავი დაამდაბლე და დაარწმუნე, რომ იმადზე უფრო ნაკლები ხარ, ვისაც ასწავლი, რათა ეს დაანახო ყველას, ვისაც ესმის სიმდაბლის წესი და ამით განაწყო ისინი შენი მორჩილებისადმი და შეასრულონ საქმე დიდი გულმოდგინებით. და იმათ თვალში შენ იქნები პატიოსანი. ასეთ დროს ჯობია მეტყველებდე ცრემლებით, რათა საკუთარ თავსაც არგო და იმათაც, რომლებიც გაიგონებენ შენსას და შენთან დამკვიდრდება ღვთის მადლი. თუ უკვე მიგიღწევია ღვთის მადლისთვის, ღირსი შეიქენი ღვთისგან გაჩენილთა გონიერი ხილვისა, რაც არის პირველი საზომი გონიერებისა. მაშინ მოამზადე თავი და დაიცევ იგი გმობის სულისგან და იარაღის გარეშე ნუ დადგები იმათ სიმრავლეში, რათა მათგან ადრე არ მოკვდე ბრძოლით. ხოლო შენი იარაღი უნდა იყოს ცრემლები და მხურვალე მარხვა. მოერიდე მწვალებელთა სარწმუნოების განკითხვას და დაიცავი შენი თავი, რათა იმათთან ერთად არ მოგიწიოს განსჯა, რადგან ეს არის, რომელიც ყველაფერზე მეტად აძლიერებს გმობის სულს. როცა შენს მუცელს აივსებს საკვებით, მაშინ უშეეცდები ღვთის საქმეთა გამოძიებას, რათა ბოლოს არ ინანო, რადგან სავსე მუცელს არ შეუძლია ღვთის საიდუმლოთა შეცნობა. გაიგე კარგად ის, რასაც გეტყვი, ზედიზედ იკითხე წმინდათა წიგნები, რომლებიც გვასწავლიან ღვთის განგებულებასა და მის ძლიერებას, რადგან ისინი წარმართავენ ჩვენს გონებას და ეხმარებიან მას ღვთისგან გაჩენილთა სახის დანახვაში. სწორედ მათგან ძლიერდება გონება, ისინი ანიჭებენ კაცს განმანათლებელ გულისხმიერებას და სინათლის გულისთქმათა გამოძიებას და უძღვიან ღვთის საქმეთა მიმყვანებელ გზაზე წმიდად. იკითხე წმინდა სახარება, რომელიც ადამიანთ მოგვეცა უფლისაგან ქვეყნად ყოველივეს შესაცნობად, რათა ამით განათლდეს შენი გული მისი განგებულების ძალით, ყოველი დაბადებულისთვის რომ განისაზღვრა და ჩაიძირო შენი გონება ღვთის საკვირველებებში. წიგნის ასეთი კითხვა დიდად შეეწევა შენს ღვაწლს. კითხვა შენი უნდა იყოს ყველასგან მორიდებასა და სიმყუდროვეში. თავისუფალი იყავი ქვეყნიური საზრუნავებისა და შფოთისგან, რათა განიცადო შენ სულში სიტკბოების გემო ტკბილი გულისთქმისა, რომელიც ყოველ გონებაზე უმეტესია.
იგემებს რა სული ასეთი საქმეების გემოს, მუდამ იმათ შორის იქნება. ნუ შეუშვებ გამოუცდელთა სიტყვებს, როგორც ცბიერთა, რომლებიც ეწევიან საღვთო სიტყვებით ვაჭრობას, რათა არ მოხვდე ბნელში შენი ცხოვრების დასასრულამდე და მოაკლდეს სარგებელს იმათგან. რათა ბრძოლებისას შეშფოთებული არ ჩავარდე ორმოში რაღაც სიკეთის საბაბით. ეს იყო შენთვის ნიშანი, როცა გექნება სურვილი რომელიმე საქმის შედგომისა, რათა შიგნით აღარ შეხვიდე ღრმად. როცა ღვთის მადლი დაიწყებს შენი გონების გახსნას, სიმართლით საღვთო საქმეთა შესაცნობად, მაშინ შენი თვალები დაიწყებენ ცრემლის დენას, როგორც ნაკადულები ისე, რომ ცრემთა სიმრავლის გამო ბევრჯერ განიბანება შენი სახე და მაშინ დაცხრება შენი საცნობლების ბრძოლა და დაივანებენ შენში. თუ ვინმე ამ სწავლების საწინააღმდეგო რამეს გასწავლის, ნუ ირწმუნებ მას, რადგან ცრემლების გარდა არ უნდა მოიძიოს სხვა სასწაული ხორცზე უფრო ძლიერი. როცა გონება ამაღლდება ქვეყნიურისგან, მაშინ ხორციც მოერიდება ცრემლებს. ასევე ყოველი ხორციელი აღძვრა და სურვილი. როცა იპოვი თაფლს, ზომიერად შეჭამე, რათა ზედმეტად არ გაძღე და მოგიწიოს ამოთხევა.